გამარჯობათ, ჩემო გამომწერებო და არხის სტუმრებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის სასიყვარულო თემაზე, ყველაზე მოთხოვნად და პოპულარულ თემაზე, რასაც ითხოვთ ხოლმე ძირითადად ჩემი გამომწერები. რას ფიქრობს და რას მოიმოქმედებს. ჩაიფიქრეთ ადამიანი, თქვით მისი სახელი გულში, ასევე თქვენთვის მიათითეთ დრო პერიოდი, მაგალითად 1 თვე, 3 თვე, 6 თვე, მაქსიმუმ 1 წელი. და დავიწყოთ. ვინ არის თქვენი ადამიანი? იმისათვის, რომ მიხვდეთ ეს ვიდეო არის თუ არა სათქვენო. და ვინ ხართ თქვენ? ვინ ხართ თქვენ? თქვენზე ისეთი არკანები ამოვიდა ძვირფასებო. ესე იგი, ვინ არის თქვენი ადამიანი? ეს არის ახალგაზრდა, სიმპათიური ადამიანი, სტაბილური, ჩამოყალიბებული თავის, ასე ვთქვათ, შეხედულებებში, ცხოვრების მიმართულებაში, თუმცა სიყვარულში შესაძლებელია ცოტა მოიკოჭლებს, ანუ სიყვარული, ემოციები მისთვის ცოტა არ იყოს, ასე ვთქვათ, არის უცხო. მისთვის უფრო ნაცნობი თემები არის ფინანსები, სტაბილურობა ფინანსებში, სამსახური და ასე შემდეგ. დაახლოებით ასეთია თქვენი ადამიანი. ვინ ხართ თქვენ? თქვენ ხართ ადამიანი მრავალმხრივ განვითარებული. შეიძლება ამ არკანებიდან დავასკვნათ ის, რომ ხართ განათლებული, გაქვთ მიღწევები, გაქვთ ენერგია, რომელიც იზიდავს საპირისპირო სქესს. გარეგნობით ხართ მიმზიდველი, თუმცა ეს თქვენი მიმზიდველობა არის რაღაც ზოგჯერ აუხსნელი, იმიტომ რომ საპირისპირო სქესი ფიქრობს თქვენზე, ზოგჯერ ისეთ თვისებებს მოგაწერენ, შესაძლებელია ეს არ არის თქვენი ხასიათი, თუმცა ისინი, ესე იგი, ბევრს, ასე ვთქვათ, ფანტაზიორობენ თქვენს შესახებ. ანუ თქვენ ხართ ისეთი, რომ აღელვებთ საპირისპირო სქესს, ეჩვენებით ძალიან საინტერესო მათ და მათ არიციან, ასე ვთქვათ, თქვენი ინტერესები, თქვენ რა გსურთ, როგორი ურთიერთობა, რა გაინტერესებთ ურთიერთობაში. ანუ ძალიან ამოუცნობი და იდუმალი პერსონაჟი ხართ მათთვის ზოგადად. თუ ემთხვევა ძვირფასებო, განაგრძეთ, ნახოთ, ცოტა რაღაც დიდი შესავალი გამომივიდა. კარგით, ვნახოთ, რას ფიქრობს ეს თქვენი ადამიანი, ვისთანაც დაემთხვა თქვენთვის. რას ფიქრობს თქვენი ადამიანი? თავს იცავს თქვენი ადამიანი, ელოდება, რას ელოდება? ეჭვიანობს. ელოდება, რა თქმა უნდა, თქვენს აქტიურობას, რასაკვირველია, ეს გახლავთ კვერთხების დედოფალი ულამაზესი. შეიძლება თქვენში დომინირებს ცეცხლის სტიქია, ან ის გხედავთ ასეთად, რომ თქვენ ხართ ტემპერამენტიანი, აქტიური, ინიციატივიანი ადამიანი, რომელსაც ყველაფერი გამოგდით, რასაც მოიმდომებთ და რითიც დაინტერესდებით. ამიტომ ის ყოველთვის ელოდება მოქმედებას თქვენგან, ელოდება ინიციატივას თქვენგან. ამაზე მეტყველებს, უბრალოდ ეს მეტყველებს იმაზეც, რომ თქვენი ადამიანი, ვინც ჩაიფიქრეთ, ასე ვთქვათ, ცოტა მენტალურად არის ჩამოუყალიბებელი, არის პაჟის ენერგიაში, ამიტომ გაურბის თვითონ პასუხისმგებლობებს და თქვენგან ელოდება, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვან ნაბიჯებს. კიდევ რას ფიქრობს თქვენზე კონკრეტულად? თქვენ ხართ მანიპულატორი. მე ავამბობ ამას ძვირფასებო, ის ფიქრობს თქვენზე. თქვენ გაქვთ რაღაც ამოხსნელი ძალები, ინტუიცია, უნარები, რითიც მანიპულირებთ მასზე. შესაძლებელია რაიმე სხვებსაც ფიქრობს, უბრალოდ არ გავახმოვანებ ამ არკანის, ასე ვთქვათ, ისეთ მხარეს, რაც მეც არ მსიამოვნებს, როცა მამაკაცები ასე ფიქრობენ ქალზე. თუ მამაკაცი ხართ და ქალი ჩაიფიქრეთ, რაიმენაერად მიასადაგეთ თქვენს მდგომარეობას, იმიტომ რომ ძირითადად მე ყოველთვის ვესაუბრები ქალბატონებს, გოგონებს.
ესე იგი, მას ასევე თქვენ სიზმარში ესიზმებით. და ამ ყველაფერთ არის უკმაყოფილო, რადგან ამდენ დროს გითმობთ თქვენ, ძილში იქნება ეს ოღონდ ძილში, ამით თვითონვე არის უკმაყოფილო. ესე იგი, მას არ სურს ბევრი, ასე ვთქვათ, დანახარჯი, მოქმედება, ან თუნდაც ფინანსური რაიმე ხარჯი გაწიოს, ანუ გააკეთოს რამე დიდად მას არ სურს, თუმცა სურს რომ თქვენ, ასე ვთქვათ, მიიჩნიოთ ის თქვენს შესაფერისად, თქვენს ღირსად, რაღაც ასეთ ჩანს. თუმცა მიუხედავად ამისა, თქვენ ამას არ აკეთებთ. თქვენ შესაძლებელია ითვალისწინებთ რაღაცებს, ან ვინმეს რჩევებს ითვალისწინებთ, ასევე იმას, რომ თქვენ ყველაფერი გააქვთ, რაც კი შეიძლება ამ ეტაპზე იყოს სასურველი თქვენთვის, ამიტომ თქვენ არ გჭირდებათ ზედმეტი მოქმედებები თქვენი მხრიდან. დაუშვათ ვინმეს გული მოიგოთ, ეს არაფერში არ გჭირდებათ. იაქტიუროთ ვინმეს ყურადღების მისაქცევად, მაგალითად ამ მამაკაცის, ეს თქვენ არაფერში არ გჭირდებათ. კიდევ რას ფიქრობს თქვენზე? ესე იგი, თქვენ ხართ ძალიან ჭკვიანი. თქვენ დაანგრიეთ მისი მენტალიტეტი და წარმოდგენა ქალების ჭკუის შესახებ. აქამდე შესაძლებელია ის ფიქრობდა, რომ ქალი არ შეიძლება იყოს ასეთი სტრატეგიული, ქალს არ შეუძლია რაღაც გათვლები გააკეთოს და თქვენ მას ეს მითი დაუმსხვრიეთ. ამიტომ არის სტაგნაცია რატომღაც, ესე იგი ამ მომენტში ის, ასე ვთქვათ, ელოდება შესაბამის მომენტს, როდის ჩაუვარდება ხელში შესაბამისი მომენტი, რომ გამოიყენოს შანსი თუ კი მიეცემა. კარგით, კიდევ რას ფიქრობს? ულამაზესი არკანია, თუმცა შინაარსი არც ისე. ესე იგი, ფიქრობს, რომ მას ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ მიაღწიოს გამარჯვებას თქვენთან. დიახ. ესე იგი, ის ფიქრობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ არ ხართ დაინტერესებული, გააქტიურდეთ მისი მისამართით, მიუხედავად ამისა, ის მაინც მოახერხებს და გიახლოვდებათ რაღაც ამდაგვარია. კარგით, იმოქმედებს, მოდი დავსვათ ეს კითხვა. იმოქმედებს ეს ადამიანი თქვენს მიერ მითითებულ დროში, რაც თქვენ მიათითეთ. გადმოდგამს რამე ნაბიჯებს თვითონ იაქტიურებს, ინიციატივას გამოიჩენს? რა თქმა უნდა, კვერთხების პაში აუცილებლად იმოქმედებს. იმიტომ რომ თქვენ იზიდავთ, იმიტომ რომ იჭვიანობს ადამიანი, ეს გახლავთ ძალა. უზომოდ იზიდავთ თქვენ მას. ნახეთ რა ულამაზესი არკანია. იმიტომ რომ მან მიხვდა, რომ თქვენ ხართ მისი სამყარო, თქვენ ხართ მისი კომფორტის ზონა, თქვენ ხართ ის, ვინც უნდა რომ მან გაანიბივროს თავისი მზრუნველობით. ამიტომ აუცილებლად იმოქმედებს, შეიძლება იმაზე ადრეც კი, რა დროც მიუთითეთ თქვენ. რადგან აქ ცეცხლის სტიქია ჩაერთო, ცეცხლის სტიქია კიდე უსწრაფესია, იცით? ამიტომ სწრაფად იმოქმედებს, რა თქმა უნდა. მოდი რჩევა ვნახოთ თქვენთვის და ამაზე დაასრულოთ, ნახეთ რა სილამაზეა. აქ არის რაღაც გზა, თქვენ რაღაც გზაზე მიდიხართ, ასე ვთქვათ, სადაც გელოდებათ, ასე ვთქვათ, სასიამოვნო მოვლენები. მარგო, გაიწი, ჩემი კატა შემოვიდა ბოლო კადრში. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს და რჩევა არის ის, რომ ისე ამოვნეთ სიყვარულით.